მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში სახლი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს სახლები, რომლებიც აშენებულია საშიშ და სახიფათო ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიზაინი და ხედები შთამბეჭდავია, აქ ცხოვრება მოითხოვს დიდ სიმამაცესა და სიფრთხილეს, რადგან ბუნებისგან მომდინარე საფრთხეები ყოველთვის არსებობს. სად შეიძლება იყოს ეს სახლები? და რატო ითვლება ისინი სახიფათოც? ამიტომ ამ ვიდეოში ჩვენ აღმოვაჩენთ 10 ყველაზე საშიშ სახლს. მაგრამ სანამ დავიწყებთ, იქნებ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის დიდი დახმარებაა. დიდი მადლობა თქვენ. მოდით დავიწყოთ. ნომერი 1. სუტიაგინის სახლი, რუსეთი. სუტიაგინის სახლი უცნაური სახლია, რომელიც ადრე არხანგელსკში, რუსეთში მდებარეობდა. ეს ააშენა ნიკოლაი პეტროვიჩ სუტიაგინმა, ბიზნესმენმა, რომელიც 1990-იან წლებში გამდიდრდა. თავდაპირველად მას მხოლოდ 2 სართულიანი სახლის აშენება სურდა თავისი ოჯახისათვის. მაგრამ მშენებლობისას გადაწყვიტა სახლი კიდევ უფრო მაღალი გაეხადა, რადგან იაპონიისა და ნორვეგიის ტრადიციულმა ხის სახლებმა შთააგონა. ამიტომ ნელ-ნელა სართულები ემატებოდა, სანამ მე-13 სართულამდე არ მივიდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 154 ფუტია სიმაღლის გამო. იმ დროს იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხის სახლად ითვლებოდა. ჩვეულებრივი სახლებისგან განსხვავებით, სუტიაგინის სახლი აშენდა გეგმის ან ნახაზის გარეშე. არ არსებობდა რაიმე ლიცენზია ან ნებართვა მთავრობისგან. ამიტომ არ იყო დაცული სწორი სტრუქტურა და უსაფრთხოების სტანდარტები. ამიტომ ეს ადგილი საცხოვრებლად უსაფრთხო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სუტიაგინის ოჯახი აქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა, სახლის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. 1998 წელს ნიკოლაი სუტიაგინი დააპატიმრეს რეკეტთან დაკავშირებული ბრალდებებით და სანამ ის ციხეში იყო, დატოვეს სახლი, უყურადღებოდ მისი მაღალი სართულები, დაიწყო ნგრევა და ლპობა რუსეთის მკაცრი სიცივისა და სათანადო მოვლის არარსებობის გამო. თუმცა მისი უჩვეულო გარეგნობის გამო ბევრმა ადამიანმა სცადა აქ ასვლა ზემოდან ხედის სანახავად. მაგრამ რადგანაც იგი მყარი არ არის, მისი ასვლა საშიშია. არსებობს ცნობები ადამიანებზე, რომლებიც სახლის მაღალი ნაწილებიდან ჩამოვარდნენ. გარდა ამისა, რადგანაც იგი მხოლოდ ხისგან არის დამზადებული, არსებობს დიდი საფრთხე, რომ დაიცვას. ამიტომ 2008 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სახლი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ხელისუფლების თქმით, იგი ადვილად შეიძლება დაიცვას და ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომ სასამართლომ გამოსცა განკარგულება, რომ იგი უნდა დაინგრეს 2009 წლის 1 თებერვლამდე. 2008 წლის 26 დეკემბერს დაიწყეს სახლის კოშკის დანგრევა. მისი დიდი ნაწილი მოიჭრა და რამდენიმე თვის განმავლობაში ნელ-ნელა იშლებოდა. ნომერი 2. ჩამოკიდებული მონასტერი, ჩინეთი. ჩამოკიდებული მონასტერი, ანუ შუანკონგის ტაძარი, ძველი ტაძარია, შანსის პროვინციაში, ჩინეთი. ის დგას ციცაბო მთის ნაპირზე, ჰენგის მთაზე. ამიტომაც ჩანს, თითქოს ჰაერშია ჩამოკიდებული. ის აშენდა 491 წელს, ჩვენი წელთაღრიცხვით. ასე რომ მას უკვე 1500 წელზე მეტი აქვს გასული. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახლი მსოფლიოში. მისი უჩვეულო მდებარეობისა და აშენების მეთოდის გამო. ჩამოკიდებული მონასტერი მიწიდან 75 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ასეთ სიმაღლეზე ააშენეს, რათა თავიდან აეცილებინა წყალდიდობა და დაეცვა ძლიერი მზის სხივებისა და წვიმისგან. თვითონ მთა მონასტრისთვის ბუნებრივ ფარად იქცა ცუდი ამინდის დროს. ამის გამო მიუხედავად მრავალი წლის გასვლისა, მონასტერი კვლავ მტკიცედ დგას. გარდა ამისა, ჰენგინგ მონასტრის აშენების მეთოდი მართლაც უნიკალურია. მთელი მონასტერი ხისგანაა გაკეთებული და მას უჭერენ ბოძები, რომლებიც მთის კლდეშია ჩასმული. ეს ბოძები ანუ კოჭები პატარა ხვრელებშია ჩასმული კლდეში, რის გამოც მონასტერი თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. გარედან ჩანს ვერტიკალური ბოძები, მაგრამ სინამდვილეში ისინი არ უჭერენ მონასტერს. ისინი მხოლოდ დამატებულია, რომ კონსტრუქცია უფრო მტკიცე იყოს და სტუმრებს მეტი ნდობა ჰქონდეთ. ამას გარდა, ჩამოკიდებული მონასტერი უნიკალურია კიდევ იმიტომ, რომ მასში გაერთიანებულია ჩინეთის 3 რელიგია: ბუდიზმი, ტაოიზმი და კონფუციანელობა. ტაძრის შიგნით შეგიძლიათ იხილოთ. Tatuanina Buddha, Laozi, at Confucius namakakatabi. ეს აჩვენებს, რომ სხვადასხვა რწმენები შეიძლება მშვიდობიანად თანაარსებობდეს ერთ სივრცეში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მტკიცედ არის აშენებული, ყოფილა შემთხვევები, როცა მას პრობლემები შექმნია. 2015 წელს იგი დროებით დაიხურა, მას შემდეგ რაც მთიდან რამდენიმე ქვა ჩამოვარდა. წვიმის გამო, ამის შემდეგ ექსპერტებმა შეისწავლეს, როგორ გაეძლიერებინათ იგი, რათა ვიზიტორების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ. მისი უნიკალური მდებარეობისა და დიზაინის გამო, ჩამოკიდებული მონასტერი
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახლად ითვლება. ამიტომ 2010 წელს იგი Time Magazine-ის მსოფლიოს 10 ყველაზე სახიფათო შენობის სიაში შეიტანეს. ეს აჩვენებს თუ რამდენად განსაცვიფრებელია ამ ტაძრის სტრუქტურა. ნომერი 3. ტაკასუგიანის ჩაის სახლი, იაპონია. ტაკასუგიანის ჩაის სახლი უნიკალური ჩაის სახლია ჩინოში, ნაგანოს პრეფექტურა, იაპონია. ის დააპროექტა არქიტექტორმა ტერუნობუ ფუჯიმორიმ და მისი სახელი ნიშნავს ჩაის სახლს, რომელიც ზედმეტად მაღლაა აშენებული. ეს ნაგებობა დგას 2 წაბლის ხეზე, რომლებიც ახლომდებარე მთიდან არის მოტანილი. ის აშენებულია მიწაზე, რომელიც ფუჯიმორის ოჯახს ეკუთვნის. ტაკასუგიანის შესასვლელად საჭიროა ავიდეთ ხის კიბეზე. კიბე უბრალოდ მიყუდებულია ერთ-ერთ ხეზე. ამიტომ ასვლისას სიფრთხილეა საჭირო. კიბის შუაში არის პლატფორმა, სადაც საჭიროა გაიხადოთ ფრექსაცმელი, სანამ ზემოთ ჩაის სახლისკენ ახვალთ. ტაკასუგიანის შიგნით კი ძალიან პატარაა, მისი ფართობი მხოლოდ 2.6 კვადრატული მეტრია. ის ზუსტად საკმარისია 4-დან 5 ადამიანისთვის. შიგნით ყველაფერი ბამბუკისა და თაბაშირისგანაა გაკეთებული, ამიტომაც მარტივია, ნათელი და ჰაეროვანი ჩანს. აქ 3 დიდი ფანჯარაა, საიდანაც გარშემოს ლამაზი ხედი იშლება. ამიტომაც 2010 წელს ტაკასუგიანი შევიდა Time Magazine-ის top 10 ყველაზე სახიფათო შენობების სიაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახლი იყო მისი სიმაღლისა და უჩვეულო დიზაინის გამო. რადგან ის მხოლოდ 2 ხეზე იყო დამაგრებული, არსებობს საშიშროება, რომ ქარიშხლის დროს საფრთხე შეექმნას. მიწის ძვრის ან ძლიერი ქარის დროს. ამასთან დაკავშირებით ტერუნობუ ფუჯიმორი არის ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც უყვარს ბუნებრივი მასალების გამოყენება და ქმნის უნიკალურ დიზაინს. ტაკასუგიანი არის მისი კრეატიული არქიტექტურული სტილის მაგალითი. მას სურს აჩვენოს, რომ სახლი შეიძლება იყოს ბუნების ნაწილი და არ არის საჭირო შენობების ტრადიციული დიზაინის მიღოლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯარო შენობა არ არის, ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია ტაკასუგიანით მისი უნიკალური კონცეფციის გამო. ბევრი არქიტექტორი და სტუდენტი სტუმრობს აქ, რომ ნახონ დიზაინი და როგორ არის იგი შესრულებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტაკასუგიანი უნიკალურია, არის აქ შესulis გამოცდილება. კიბეზე ასვლა, ფეხსაცმლის გახდა კიბის შუაში და პატარა სივრცეში შესვლა გაძლევს შეგრძნებას თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. დიდი ფანჯრების წყალობით შეგიძლია დათქვე გარშემო არსებული ლამაზი ხეებითა და მთებით, როცა ჩაისვა. კაცხის სვეტი არის ძალიან მაღალი კლდე საქართველოში. აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყანა. ეს კლდე 40 მეტრის სიმაღლისაა, რაც თითქმის 10 სართულიანი შენობის ტოლია. მის მწვერვალზე მდებარეობს ძველი ეკლესია, რომელიც აშენებულია 1000 წელზე მეტი ხნის წინ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახლი მსოფლიოში, რადგან მასზე ასვლა ძალიან რთულია, დღემდე მხოლოდ ბერებს აქვთ უფლება აქ ასვლის. ეს იყო მანამდე, სანამ ქრისტიანობა მოვიდოდა საქართველოში. უძველესი ხალხები უკვე იყენებდნენ ამ ადგილს როგორც წმინდა ადგილს. ისინი სწამდათ, რომ ამ ადგილს ძალა ჰქონდა და დაკავშირებული იყო მათი კეთილდღეობის ომერთან. მაგრამ ოდესაც ქრისტიანობა ქვეყანაში მე-4 საუკუნეში შემოვიდა, ეს ადგილი ბერებისთვის წმინდა ადგილად იქცა. მას სიცოცხლის სვეტი უწოდეს. ამასობაში მე-9 საუკუნეში ბერებმა პატარა ეკლესია ააშენეს. მწვერვალზე ამ ბერებს სტილიტები ეწოდებოდათ. ესენი იყვნენ ბუხტოლები. ისინი მაღალ ადგილებში ცხოვრობდნენ, რათა ელოცათ და სამყაროს მოშორებულიყვნენ. არავინ ასულა სვეტზე მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ უმეტესობას არ იცის, რა არის მის ზემოთ, თუმცა 1954 წელს კოლევართა ჯგუფი პირველად ავიდა კაცხის სვეტზე. მათ ხელმძღვანელობდა მოგზაური ალექსანდრე ჯაფარიძე და მწერალი ლევან გოტუა. როცა მწვერვალს მიაღწიეს, ნახეს ძველი ეკლესიის ნანგრევები და ბერების ოთახები. მათ ასევე ნახეს ძველი ღვინის ჩურჭელი, რაც მიუთითებს, რომ აქ ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ. და მრავალი წლის განმავლობაში სვეტზე არავინ ცხოვრობდა. მაგრამ 1995 წელს მონაზონის სახლად მაქსიმ კავტარაძე გადაწყვიტა აქ ცხოვრება. მთავრობისა და ადგილობრივების დახმარებით ეკლესია აღადგინეს და ის სულიერ თავშესაფრად აქციეს. მას შემდეგ ეს ადგილი კვლავ მონაზვნების სახლად იქცა. ძალიან რთულია სვეტზე ასვლა, იმიტომ რომ იქ ასასვლელი კიბე არ არის. ერთადერთი გზა ასასვლელად არის რკინის კიბე, რომელიც კლდის გვერდზეა მიმაგრებული. ეს კიბე ძალიან ციცაბოა და საშიშია. ამიტომ ყველას არ აძლევენ უფლებას იქ ასვლაზე. მხოლოდ ბერებს შეუძლიათ ასვლა. და ხშირად ისინი დიდხანს რჩებიან ზევით. კოროაის 3 სახლი მდებარეობს პაპუაში, ინდონეზია.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახლი მსოფლიოში. მისი სიმაღლის გამო. ეს სახლები აშენებულია და მათში კოროაის ტომი ცხოვრობს. ისინი დიდი ხანია ცხოვრობენ პაპუას ტყეებში. მათი სახლები მდებარეობს 6-დან 12 მეტრის სიმაღლეზე. და ზოგიერთი მათგანი მიწიდან 35 მეტრამდე სიმაღლეზეა აშენებული. ისინი ამას აკეთებენ, რათა აირიდონ მტაცებელი ცხოველები, კოღოები და ბოროტის სულები, რომლებიც მათი რწმენით ღამით ტყეში დაძრწიან. ასევე ეს სახლები შორსაა შესაძლო საფრთხეებისგან, როგორიცაა წყალდიდობა და მტრეების სხვა ტომებიდან. თუმცა სახლის აშენება არც ისე მარტივია და საკმაოდ სახიფათოა. პირველ რიგში ისინი ირჩევენ მყარ ხეს, მაგალითად ბანიანის ხეს, რომელიც სახლის სვეტად გამოიყენება. ხის წვერს ჭრიან, რათა ზედაპირი გასწორდეს. იატაკი მზადდება ტოტებისა და საგოს ხის ქერქისგან, ხოლო კედლები და სახურავი საგოს ხის ფოთლებისგან მზადდება. ყველა ნაწილი ერთმანეთს რატანისგან დამზადებული თოკით აერთებენ. ეს არის ერთგვარი გამძლე მცენარე. და ასასვლელად ისინი იყენებენ ხისგან დამზადებულ კიბეს. ეს არის გრძელი მორი, რომელშიც პატარა ღარები აქვს, რომ ფეხი ადაუცურდეს. მაგრამ რადგან ის ზოგჯერ მშრალია და სრიალებს, ასვლა სიფრთხილით არის საჭირო. ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის ეს დიდი გამოცდაა. ამასობაში კოროვაებისთვის ხის სახლები მხოლოდ საცხოვრებელი არ არის. ისინი მათი კულტურისა და რწმენის ნაწილიცაა. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უფრო მაღალია სახლი, მით უფრო დაცულია ბოროტის სულებისგან. გარდა ამისა, ეს სახლები მათ იცავს მტაცებელი ცხოველებისგან, როგორიცაა გველი და ნიანგი. რადგან ისინი ტყეში ცხოვრობენ, მათი ცხოვრების წესი დამოკიდებულია ნადილობაზე, თევზაობასა და ხილის შეგროვებაზე ხეებიდან. ამიტომაც მათი სახლები მაღლა აშენებული, რათა სწრაფად დაინახონ საკვები და თავი აარიდონ მიწაზე არსებულ საფრთხეებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იცავს მათ ცხოველებისგან, მაღალ სახლში ცხოვრება ასევე შეიცავს საფრთხეებს. სიმაღლის გამო ასეობს ალბათობა, რომ განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები ჩამოვარდნენ. მათ არ აქვთ თანამედროვე კიბეები, ამიტომ საჭიროა ბალანსი და ძალა, რომ კარგად აიძურნენ. Casa do Penedo არის სახლი პორტუგალიაში, რომელიც ცნობილია როგორც ქვის სახლი. რადგან ის აშენებულია 4 დიდ ქვას შორის, იგი მდებარეობს მთებს შორის ფაფეში, პორტუგალიაში. მისი უჩვეულო სტრუქტურისა და მთის მაღალ ნაწილში მდებარეობის გამო, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახლად მსოფლიოში. ამასობაში Casa do Penedo აშენდა 1972 წელს და დასრულდა იმავე წელს. იგი შეიქმნა როგორც დასასვენებელი სახლი ოჯახისთვის, რომელსაც სურდა ქონოდა 7 ადგილი ქალაქისგან შორს. მას არ აქვს მყარი საძირკველი როგორც ჩვეულებრივ სახლებს. ამის ნაცვლად თავად ქვები წარმოადგენს მის კედლებსა და სახურავს. ამიტომ სახლის დიზაინი თითქოს ბუნების ნაწილია. ასევე სახლს 2 სართული აქვს. პირველ სართულზე არის პატარა მისაღები და სამზარეულო. ასევე არის ერთი ბეტონის დივანი, რომელიც ძალიან მძიმეა და თითქმის 300 კგ-ს იწონის. ზემოთ არის ოთახი, სადაც ადიხარ ხის კიბით. ფანჯრები და კარები ასევე მიხვება ქვის ფორმას. ამიტომ სახლს შიგნით უჩვეულო იერი აქვს. ასევე არის საცურაო აუზი, რომელიც არა ცემენტით არის გაკეთებული, არამედ პირდაპირ ამოჭრილია დიდ ქვაში, თუმცა აქ ელექტროენერგია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ქარის ელექტროსადგურია, არც ინტერნეტია და არც ტელევიზორი. მათ განათებისთვის მხოლოდ ნავთის ლამპას ან სანთელს იყენებენ. ხოლო საჭმლის მოსამზადებლად საწვავად გაზს იყენებენ. სინამდვილეში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Casa do Penedo-ს სახიფათოდ მიიჩნევენ, მისი მდებარეობაა. ის მთის მაღალ ნაწილში მდებარეობს და მისვლა რთულია. და როდესაც ძლიერი ქარია ან ქარიშხალია, აქ მისვლა საშიშია, რადგან გზა ძალიან ციცაბოა. რადგან სახლი ქვით არის აშენებული, სადამგებო სიტუაციის დროს, მაგალითად მიწის ზვრის ან ხანძრის შემთხვევაში, სწრაფად გამოსვლა რთულია. ასევე აქ ბევრი გასასვლელი არ არის, ამიტომ საფრთხის შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ. გარდა ამისა, ეს სახლი რამდენჯერმე გამხდარა ქურდებისა და ვანდალიზმის სამიზნე. სახლში ხშირად ამთვევდნენ ფანჯრებს. ამიტომ მფლობელებს უსაფრთხოების მიზნით ტყვია გაუმტარი ფანჯრები და რკინის კარები დაუყენებიათ. არც პოლიცია ახლოს და არც საავადმყოფო, ამიტომ თუ რამე მოხდება, დახმარების მიღებას დიდი დრო დასჭირდება.
მეტეორას მონასტრების საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია მსოფლიოში. მისი უნიკალური მდებარეობის გამო ის მდებარეობს ციცაბო კლდეების მწვერვალზე და თითქოს ჰაერშია დაკიდებული. მეტეორა ნიშნავს ცაში მყოფს ან მოტივტივე მდგომარეობაში მყოფს. ვერებმა ეს ააშენეს ომებისა და დაპყრობების თავიდან ასაცილებლად. კლდის სიმაღლისა და სირთულის გამო მის მიღწევა რთული იყო, ამიტომ ისინი აქ უსაფრთხოდ იყვნენ. ამასობაში მე-14-დან მე-16 საუკუნემდე ამ ადგილას 24 მონასტერი აშენდა. მაგრამ დღეს მხოლოდ 6 დარჩა და ისინი კვლავ გამოიყენება. დიდი მეტეორონი, ვარლაამი, წმინდა ნიკოლოზ ანაპაუსასი, როსანო, წმინდა სამება და წმინდა სტეფანე. დიდი მეტეორონი, ყველაზე დიდი და პირველი მონასტერია, რომელიც 1346 წელს აშენდა. წმინდა სამების მონასტერი კი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჯეიმს ბონდის ფილმში მხოლოდ შენი თვალებისთვის გამოჩნდა. კლდეები, რომლებზეც მონასტრებია აშენებული, დაახლოებით 60 მილიონი წლის ის ჩამოყალიბდა მიწის მოძრაობისა და ხანგრძლივი ეროზიის შედეგად. ზოგიერთი კლდის სიმაღლე აქ 400 მეტრს აღწევს, რის გამოც მონასტრის აშენება რთული იყო. მაშინ კიბეები არ არსებობდა, ამიტომ ბერებს თოკის გამოყენება უწევდათ. კალათისა და ხის კიბის საშუალებით ადიოდნენ და ნივთებს გადააქვთ. თუ ქვემოთ ჩასვლა სურდათ, მათ უნდა გამოეყენებინათ თოკი, რომელსაც ხაჭავდნენ. დღესაც კი მისი ციცაბო და საშიში მდებარეობის გამო იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საცხოვრებლად მსოფლიოში. დღემდე რთულია აქ ასვლა, რადგან ბევრი ციცაბო კიბე და ვიწრო ბილიკია. მონასტრის ზოგიერთ ნაწილს გვერდით უფსკრული აქვს, ამიტომ სტუმრებს სიფთხილე მართებთ. როცა წვიმს ან ძლიერი ქარია, აქ ყოფნა კიდევ უფრო საშიში ხდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ მისვლა რთულია, ბევრი ადამიანი მაინც მოდის, რადგან აქედან ულამაზესი ხედებია და. ამიტომ 1988 წელს იუნესკომ მეტეორა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, მისი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის გამო. Number 8. Leaning buildings of სანტოსი ბრაზილიაში მდებარე ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი დახრილი შენობებით. ეს შენობები განზრახ არაუშენებიათ ასე. მათი დახრის მიზეზი ქალაქის ქვეშ არსებული სუსტი და რბილი ნიადაგია. 1950-იან და 1960-იან წლებში ამ ტერიტორიაზე ბევრი შენობა აშენდა. მაგრამ მათი საძირკვლის სიღრმე საკმარისი არ იყო, ამიტომ ზოგი შენობა ნელ-ნელა ჩაიძირა და დროთა განმავლობაში გადაიხარა. დღეს სანტოსში თითქმის 90 შენობაა, რომლებსაც სხვადასხვა დონეზე აქვთ გადახრა. ზოგი ოდნავ გადახრილია, მაგრამ ზოგი შენობა თითქმის 2 მეტრითაა გადახრილი. ეს გადახრა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც იტალიაში მდებარე პიზის დახილი კოშკი. მაგრამ საშიშია იმის გაფიქრებაც, რომ ეს შენობები ბევრ ადამიანთა საცხოვრებელია. სინამდვილეში პრობლემა დაიწყო შენობების ზედაპირული საძირკვლის გამო. სანტოსის ქვეშ მიწა შედგება 7 მეტრის სიღრმის ქვიშის ფენისგან, რომელიც დევს რბილ თიხაზე. ეს თიხა საკმარისი არ არის მაღალი შენობების სიმძიმის შესანარჩუნებლად. იმ დროს ქალაქში შენობების მშენებლობის წესები მკაცრი არ იყო. ამიტომ ბევრმა დეველოპერმა ზედაპირული საძირკველი გამოიყენა, რათა თანხა დაეზოგა. მაგრამ როცა შენობების ნაწილი გადაიხარა, მთავრობამ ახალი კანონი მიიღო. მათ დაავალეს, რომ ახალი შენობების საძირკველი უნდა გაეღმავებინათ, რათა მსგავსი პრობლემა აღარ განმეორებულიყო. მაგრამ უკვე გვიანი იყო პირველი შენობებისთვის. მაგრამ მიუხედავად მათი მდგომარეობისა, ამ შენობების უმეტესობაში ცხოვრება მაინც გრძელდება. მაცხოვრებლები უბრალოდ ეჩვევიან ამ უჩვეულო სიტუაციას. მათი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ კარები და ფანჯრები რთულად იკეტება. ასევე არის ავეჯი, რომელიც სახლში არათანაბრად დგას. ზოგიერთი კი საკუთარ საცხოვრებელში სიარულისას უჩვეულო ბალანსს გრძნობს. ამის მიუხედავად არსებობს მცდელობები, რომ ზოგიერთი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გასწორდეს. ერთ-ერთი მეთოდია ჰიდრაულიკური დომკრატების გამოყენება და საძირკვლის გამაგრება. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ძალიან ძვირი და რთული შესასრულებელია, მხოლოდ რამდენიმე შენობა გასწორდა. ამ დროისთვის მხოლოდ 2 შენობაა გამართული, მაგრამ უმეტესობა კვლავ გადახრილია. El Peñón de Guatapé, რომელსაც ასევე La Piedra ან El Peñolსაც უწოდებენ, არის უზარმაზარი ქვა გუატაპეში, კოლუმბიაში. ის ასევე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბუნებრივ წარმონაქმნად ითვლება. ქვას აქვს 200 მეტრის სიმაღლე და მდებარეობს ადგილას, რომელიც გარშემორტყმულია ტბებითა და ტყეებით. მისი სიმაღლისა და მდებარეობის გამო იგი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. ამასთან დაკავშირებით El Peñón de Guatapés მწვერვალზე ოფიციალური სახლი არ არსებობს. თუმცა აქ სახლის აშენების იდეა საკმაოდ სახიფათოდ ჩანს. ქვას აქვს ციცაბო და მყარი ზედაპირი. ამიტომ ნებისმიერი ნაგებობის აშენება ძალიან რთული იქნება.
კიდევ ერთი საფრთხე არის ძლიერი ქარები სიმაღლეზე, რაც შეიძლება საფრთხეს უქმდეს ყველას, ვინც აქ ცხოვრება შეეცდება. და იმისათვის, რომ ქვის მწვერვალზე ახვიდე, საჭიროა 659 საფეხურის ავლა, რომლებიც მის გვერდით არის განთავსებული. საფეხურები თითქოს ქვის ნაპრალშია ჩაჭედილი. ამიტომ მტკიცედ გამოიყურება. როცა მწვერვალზე ახვალ, დაინახავ ულამაზეს ხეთს ტბებზე, ხეებზე და მთებზე გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოპულარული ტურისტული ადგილია, კლდეზე ასვლას თავისი საფრთხეები აქვს. სიმაღლის გამო შეიძლება საშიში იყოს ძლიერი ქარის ან წვიმის დროს. ასევე მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული ციცაბო ასვლებს, შეიძლება რთული იყოს. ზოგიერთ სტუმარს თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება ემართება, რადგან ბევრი საფეხურისავლაა საჭირო. ნომერი 10 სახლი კლდეზე, ესპანეთი. House on the Cliff, ანუ Casa Acantilado, უცნაური სახლია სალობრენიაში, ესპანეთი. ის აშენებულია ციცაბო კლდის ნაპირზე და აქვს 42 გრადუსიანი კუთხე. ამის გამო იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახლი მსოფლიოში. სახლი დაპროექტებულია გილ ბარტოლომე არქიტექტის მიერ და აქვს უჩვეულო გარეგნობა. თითქოს ბუნების ნაწილია. ამასობაში კლდეზე მდებარე სახლი ორსართულიანია და გამოიყურება ისე თითქოს კლდეშია ჩაფრული. ყველაზე გამორჩეული აქ არის მისი სახურავის ფორმა, რომელიც თევზის ქერცლს ან ზღვის ტალღას ჰგავს. ლამაზი გარეგნობის გარდა სახურავის დიზაინი ასევე ეხმარება სახლს შიგნით სიგრილე შეინარჩუნოს. ასევე სახლის წინა ნაწილი დიდი მინის ფანჯრებითაა გაკეთებული, რის გამოც აქედან ხმელთაშუა ზღვა ჩანს. მზის ბუნებრივი სინათლის გამო სახლში ბნელა არ არის. კედლები და ავეჯი მარტივი და თეთრია. ამიტომ შიგნით სისუფთავისა და სივრცის შეგრძნებაა. მაგრამ სახლის სახიფათო მდებარეობის გამო საჭირო გახდა გამძლე მასალების გამოყენება. სახლი აშენებულია ბეტონითა და ლითონით, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ადვილად არ დაინგრევა. სახურავი კი დამზადებულია თუთიის პატარა ნაჭრებისგან, რომლებიც ფრთხილად არის განლაგებული, რათა ბუნებრივი ფორმა შეიქმნას. რადგან სახლი კლდის პირას მდებარეობს, მისი აშენება რთული იყო. ინჟინრებს მოუწიათ დარწმუნებულიყვნენ, რომ სახლი არ გადაიჩეხებოდა ან არ ჩამოიშლებოდა. მასალების მიტანაც რთული იყო, რადგან ადგილი ციცაბოა და ძნელად ასასვლელი. გარდა ამისა, სახლის მდებარეობის გამო არსებობს საფრთხე, რომ ის ჩამოიშლება, განსაკუთრებით ძლიერი წვიმის ან მიწის ძვრის დროს. მაგრამ არქიტექტორებმა უზრუნველყვეს, რომ მისი საძირკველი მტკიცია. მისი უჩვეულო გარეგნობისა და დიზაინის გამო House on the Cliff აღიარეს არქიტექტურულ კონკურსებში. ბევრი ექსპერტი აღფრთოვანდა თანამედროვე დიზაინისა და ბუნებრივი ლანდშაფტის შერწყმით. ის ასევე გააშუქეს ტელეგადაცემებში, სტატიებსა და ონლაინ პლატფორმებზე. Worms